მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან განსუღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერდით ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობს გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა, რა გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორმა, რომელიც თქვათ გავიდა რაღაცა დროებით პაუზაზე, ან არ არის თქვენთან ერთად ხო, რაღაცა ურთიერთობა ჩიხში შევიდა ხო და საინტერესოა რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა თქვენთან მიმართებაში. მოდით ჯერ ვნახოთ პირველ რიგში ვინ მოვიდა სასაუბროდ ჩვენთან, ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე რაღაცნაირად მე მართლაც რომ პაუზაზეა გასული, მაგრამ თან როგორი მომენტი აქვს, იცით რომ აი ძალიან ბევრ რაღაცას თან მიმართებაში თითქოს ხდება, რომ არც ისეთი ბედნიერია, არც ისეთი კარგად გრძნობს თავს, ხო, ადამიანი, რომელმაც რაღაცნაირად აი შეიძლება ითქვას, რომ ციკლური მდგომარეობა განახეთ, თითქოს ამოწურა თავისი თავი და რაღაცა ახალისკენ წავიდეს, მაგრამ ეს ახალი მისთვის იმდენად სახიფათოდ ისახება, რომ არ იცის რამდენად გააკეთოს თუ არ გააკეთოს ეს სიტუაცია, ხო, გადადგას თუ არა ნაბიჯი. ადამიანი, რომელიც მაქსიმუმად ცდილობს ეხლა ამ ეტაპზე რაც აქვს, შეინარჩუნოს და რაღაცა ზედმეტი ქმედებები არ გააკეთოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავუნებით, აი როგორ არის ის რაღაცა თავისი ცხოვრების ეტაპი ამოწურა, ესე რომ ვთქვათ, თითქოს აი ყველაფერი მიიღო რაც უნდოდა და ეხლა არ იცის რა გააკეთოს და რაღაცა ახალი გამოწვევები სჭირდება, მაგრამ აი ამ ახალ გამოწვევებთან მიმართებაში ცოტა ფრთხილობს, იმიტომ რომ ძალიან დიდი შიშების მომენტი აქვს, ხო, თითქოს შეიძლება დღე და ღამე ძილშიც კი რაღაცას განიხილავს თავის თავთან მიმართებაში, ხო, რაღაცა თითქოს ამ ადამიანის გონება დღე და ღამე არის რაღაცა გარკვევაში, ხო, სიტუაციების. კარგით, მოკლედ ადამიანს თუ ამოიცნობთ, როგორი ადამიანია, ძალიან საინტერესოა, როგორ შეძლო რომ ამოეწურა ყველაფერი. რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან მიმართებაში? ნახეთ, გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს ადამიანი თითქოს ფიქრობს იმას, რომ ეს არის ახალი ეტაპის შანსი, ახალი სისხლი, ესე რომ ვთქვათ, ეს ურთიერთობა და ძალიან ბევრი, ანუ ესე რომ ვთქვათ, გონება იმდენად კარგად ჩართო, რომ უნდა მოახერხოს ნელ-ნელა თუ არა სწრაფად, ანუ ნელა მაინც გამოვიდეს იმ თავისი ძილბურანიდან, იმ რაღაცა თავისი შიშებიდან და დაიწყოს რაღაცა მოქმედება, ხო? აქ როგორ არის ისეთ, აი რა გადაწყვეტა თქვენთან მიმართებაში ადამიანმა, აი გაიაზრა, რომ უნდა იმოქმედოს, ძალიან ისეთი სწორი მიდგომები აიღო თავის თავთან მიმართებაში, ხო, რაღაცა მიხვდა, რომ მასზე არის ბევრი რამე დამოკიდებული, მაგრამ იმასაც კარგად იაზრებს, რომ ეს მისთვის რაღაცა ახალი სისხლი და ახალი შანსია, მაგრამ თითქოს როგორ არის ისეთ, რომ აი რატოა ესე არ ჯერა რაღაცა, აი მაინც აქვს იმის შიში, რომ თითქოს ამ ადამიანისთვის ნახეთ ურთიერთობა, აი პირადი ურთიერთობის მომენტები, რავი, არ ქონია ადამიანს საერთოდ თუ რაღაცა იცით უცხოა და აი რო ეტყვიან, აი პატარა ბავშვი, რომელიც თითქოს ფეხს იდგავს და
რაღაცა ეხლა სწავლობს ამ ყველაფერს, თითქოს აი ეს მომენტი, აი რაღაცნაირად ამ ადამიანს, ნუ შეიძლება მსლათ უცხო არ არის, მაგრამ იმდენი ხანი არავინ არ მიუშვა თავის სიახლოვეს და იმდენი ხანი იყო, თქვათ, მარტოობაში, რომ ეხლა რაღაცა გაურკვევლობაშია, იმიტომ რომ მისთვის ამოუცნობი მდგომარეობა არის, რაღაცა ვერ აანალიზებს, როგორ მოხვდით მის ცხოვრებაში, შეიძლება ესე თქვას. ისე სხვათა შორის თქვენ რაღაცნაირად კარმული ურთიერთობა გაქვთ, შეიძლება აქ რაღაცა სასწავლებლადაც ხართ ერთმანეთთან მიმართებაში, ყოველ შემთხვევაში რა გადაწყვეტილება მიიღო. ვიცით რა არის, აი ამ ადამიანს ესე გეტყვით რა, ანუ ბოლომდე მაინც ვერ გაიგებთ მის გადაწყვეტილებას თითქოს, აი ნახეთ, შეეცდება რომ თქვენამდე არ მოიტანოს მანამ სანამ არ გამოერკვევა და არ გამოერჩევა თავისი ძილბურანიდან, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაცნაირად სანამ არ დაძლევს თავის შიშებს, არ დაძლევს თავის პრობლემებს, არ დაძლევს თავის რაღაცა უმოქმედობის მდგომარეობას, ხო, აი რაღაცნაირად აი იმ კონკრეტულ ემოციებს, რომელსაც თქვენ აძლევთ, სანამ ბოლომდე არ გაანალიზებს, რომ ეს რა ემოციები არის მისთვის, ხო? აი, იცით როგორი მომენტია, თითქოს ამ ადამიანს შეიძლება წასვლაც იმიტომ უნდოდა და რაღაცა ურთიერთობის დაპაუზებაც იმიტომ უნდოდეს, რომ გაანალიზება მოახერხოს, რამდენად ღირებული ხართ ამ ადამიანისთვის, რამდენად ფასეული ხართ ამ ადამიანისთვის, რომ მართლაც რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც აი ეს რაღაცა ცხოვრების ახალ ეტაპად გამოუშვს და ნამდვილად ხართ ის ადამიანი, რომელიც ახალ ეტაპებს შესთავაზებს ცხოვრებისას, ხო, რაღაცა იმ დასრულება, რაღაცა ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, მაგრამ რაღაც მეორე რო იტყვიან სუნთქვა გამეხსნა, ხო, ურთიერთობის იქნება თუ საერთოდ ზოგადად მეორე სუნთქვა გაეხსნა, თითქოს რაღაცნაირად ეხლა ნელა-ნელა ფხიზლდება ადამიანი, რაღაცა ეს მომენტები აქვს. მომენტები ნახოთ, აბა რა გადაწყვეტილება მიიღო. აი კიდევ ერთხელ გავანებით, ცდილობს რომ ილუზია ხო არ არის, აი ეს მომენტი კონდეს, თუმცა გადაწყვეტილების კუთხით ამ ადამიანს აქვს რაღაცნაირად მონახაზი იმის, რომ შეიძლება უნდოდეს თქვენთან ურთიერთობის ცოტა სერიოზული მდგომარეობა, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის. შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ადამიანი შეიძლება ამ ადამიანს შეიძლება ესე ვთქვათ, დასასრულებელი აქვს კიდევ თავისი პატარ-პატარა მომენტები, თქვათ, ურთიერთობები შეიძლება ითქვას, ხო? ესე გეტყვით, რომ აი მართლაც რომ შეიძლება დიდი ხანი ამ ადამიანს სერიოზულად არ მიუღია არავინ ურთიერთობაში, რაღაცა სერიოზულობით არ შეუხედია, ხო? აი რაღაც თავისებურად თავის თავთან იყოს მარტოს, რაღაცა თვითონ მიყავდა ყველა ურთიერთობის მდგომარეობა თითქოს, ხო? აი თვითონ იყო დამწყების დამთავრებელიც, იმ შუა პერიოდის სიტუაციის მომგებელიც, ეხლა რაღაცნაირად თითქოს აი თვალახვეული მოყვებათ თქვენს ემოციებს, თქვენს ენერგიებს და აი ცოტა გაურკვევლობაში არის. თან რაღაც მომენტში აქვს იმის შიში, რომ ილუზიაში ხო არ არის, რაღაცა მის ცხოვრებაში რაღაც ისე ხო არ ხდება, რომელიც საბოლოო ჯამში მტკივნეულ ეტაპამდე მიიყვანს, მაგრამ თან ამავდროულად ნახეთ როგორი მომენტია, აი გადაწყვეტილება ისაა აქ ამ ადამიანს, რომ კარგი გავყვები, მივცემ ამ ემოციებს, ნელ-ნელა დავასრულებ რაღაცა ჩემს შიშებს, მაგრამ აი ეს დასრულება ცოტა რაღაცნაირად ერთულება, რატო ერთულება ეს, ანუ რატო ერთულება ესა? არ ვიცი, აი ხო გეუბნებით ეს ადამიანი, მე მგონი იმდენი ხანი იყო მართლა მარტო და იმდენი ხანი იყო ისეთ ურთიერთობაში, თქვათ, რომელიც მისთვის
არაფრის თქმელი არ იყო, ხო? რაღაც უბრალო ურთიერთობებში, უბრალოდ თავისი წითელ საზღვრებს არავინ არ გადადიოდა და აქ რაღაცა თქვენ აშკარად შეცვალეთ. ნუ ეშინია და ვერ ასრულებს რაღაცებს, იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ გავნებთ, ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს, აი შეიძლება გამოცდილებაც აქვს ისეთი მძიმე მდგომარეობა, სადაც არც უნდოდა რაღაცა სერიოზული ურთიერთობები და თქვენ რაღაცნაირად ძალიან უცბად შეიჭერთ. თითქოს მის ცხოვრებაში როგორი მომენტი შექმნით, იცით, აი რაღაც როიტყვენ ქეჩოში წაავლეთ ხელი და შეაჯანჯყარეთ და გამოაფხიზლეთ, ხო, რაღაცნაირად შეუცვალეთ. აი თუ ადამიანი დილას იღვიძებდა მიდიოდა სამსახურში, მერე სამსახურიდან სახლში და აი მისი არაფერი სხვა არ იყო, ხო? თქვენ რადიკალურად სხვა ცხოვრება დაანახეთ და აქვს ძალიან დიდი შიშები ამ ადამიანს. აი გადაწყვეტილებაც არის, როგორ იცით, რომ აი ფრთხილი გადაწყვეტილება აქვს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ის მომენტი იცის, რომ უნდა დაასრულოს რაღაცა ეტაპი და რაღაცა ახალი ეტაპისკენ გადავიდეს. უნდა დაასრულოს ის გაურკვევლობები, რომელიც თქვათ ჯერჯერობით ვერ გაიგეთ სად მიდის, რა საგრძელებს, რა უნდა, არ უნდა დაბრუნდება, წავა. არა, წასვლით არ არის წასული, ეს ადამიანი თუ თქვენ ახლა ამ ეტაპზე არ ხართ კავშირში და ცოტა ისეთი სიტუაცია გაქვთ, გეტყვით, რომ დაბრუნდება აუცილებლად, მაგრამ აი დაბრუნებამდე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან ბევრჯერ გადააფასებს სიტუაციებს, ძალიან ბევრჯერ გადააფასებს რეალობას, როგორი მიდგომა გაქვთ ამ ადამიანთან, ხო, რაღაც აი შიშის მომენტი იმ მხრივ, რომ არ მოტყუდეს და ნამდვილად ის არის, რაც მე მჭირდება, აი რაღაც ძალიან არის, ანუ თითქოს შეშინებული არის ეს ადამიანი ურთიერთობასთან მიმართებაში. ახლა ყველასთან ნამდვილად არა, მაგრამ აქ შეიძლება იყოს ისიც, რომ ხა იმპერატორით არის ამასობ, მაგრამ მე რატომღაც ხასიათი უფრო მომდის ამ ადამიანის, ვიდრე დაოჯახებული მდგომარეობა, თუმცა შესაძლებელია, რომ აქ იყოს ის მომენტიც, რომ რაღაცა ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და აქედან გამომდინარეც ვერ რისკავდეს, თუმცა მე ესე ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე მე არ ვთვლი, რომ ეს რაღაცა სამკუთხედი ურთიერთობის მდგომარეობა, აქ უფრო ის მომენტია, როდესაც უბრალოდ ადამიანს დიდი ხანია სიმშვიდე და სტაბილურობა აქვს, როიტყვიან დაყენებული თავის ცხოვრებაში, აი ერთხაზოვანი ცხოვრების მდგომარეობა აქვს და აი ამ ერთხაზოვან ცხოვრებაში იმდენი ხაზები გააჩნდა, იმდენი გადმოსახვევები, რომ უკვე თავგზა აებნაო ადამიანს, რაღაც ეს მომენტი არის. გადაწყვეტილებასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამ ადამიანს აქვს სურვილი, რომ იყოს თქვენთან სტაბილურად, დაბალანსებულად, თქვენ მისთვის ღირებული ადამიანი ხართ, ნამდვილად გაფასებთ, მას აქვს სურვილი იმის, რომ ურთიერთობა ნახეთ, ურთიერთობა გაგრძელდეს. მე არ გეუბნებით, რომ ხვალ მოვა და ცოლად წაგიყვანთ, ან რაღაცა თქვათ გეტყვით, რომ თქვენი ცოლი გავხდები, ხო, არ აქვს მნიშვნელობა, ხა ვინ უყურებს მამაკაცი თუ ქალბატონი. ანუ აქ ოჯახური მდგომარეობაზე არ არის გადაწყვეტილება, აქ უბრალოდ გადაწყვეტილება არის ჯერ იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანმა ბოლომდე მიგიშვათ და ბოლომდე გახსნას თავისი კარტები თქვენთან ურთიერთობაში, ხო? აი რაღაცა მისი სულის ემოციების მდგომარეობა დაგანახოთ, ხო? რაღაცნაირად თქვენთან გაშიშულდეს მისი სული და მისი აზრები იქნება თუ შეხედულებები იქნება რაღაცნაირად თქვენთან თამამად და თავისუფლად ილაპარაკოს. აქ უფრო ის მომენტი აქვს, რომ ამ ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო იმასთან მიმართებაში, რომ თქვენ იმდენად ღირებული ხართ, რომ დრო არის გამოვიდეს თავისი მარტოობიდან, დრო არის რაღაცნაირად თავისი წითელი ხაზები დათმოს და შეგიშვათ შიგნით და დაგანახოთ თავისი სულიერი მდგომარეობა. რაღაცა სტაბილურობა შეინარჩუნოს, ხო, რაღაცა სიმყუდროვე შეინარჩუნოს თქვენთან ერთად. დაასრულოს რაღაცნაირად
გაურკვევლობები ხო, თუ აი დაასრულოს გაურკვევლობა იმასთან მიმართებაში, ნახეთ, აი ხა ადამიანმა არ ვიცი მე თქვათ ხო, რაღაც ბოლო-ბოლო უყვარვარ თუ არ უყვარვარ ხო, რაღაც ეს მომენტიც შეიძლება გიჩნდებათ, რომ ვერ გაიგოთ ხო ამ ადამიანს ან რატომ წავიდა, ან რატომ მოვიდა, საერთოდ აი რაღაცა ხო არის ხოლმე შეიძლება 10 წლიანი ურთიერთობაა და მაინც ვერ იგებს ადამიანი უყვარს თუ არ უყვარს იმ ადამიანს, მაგრამ 10 წელი ერთად არიან რაღაცნაირად ხო? აი რაღაც ეს მომენტიც არის, რომ თითქოს დაასრულოს და აი მოგცეთ იმის ნიშანი, რომ იცი რა, შენ ჩემთვის ძალიან ღირებული ხარ, შენ ჩემთვის ის ხარ, ვინც ჩემს ცხოვრებაში უნდა შემოვშ. შენ ნამდვილად იმსახურებ იმას, რომ მე შენთან არ მქონდეს დისტანცია, იმიტომ რომ ძალიან გაფასებ და შენთან რაღაცა ურთიერთობის დაალაგება მინდა. ნუ აი თუნდაც ვცადოთ მოდი ერთად თანაცხოვრება. ნუ მაინდა-მაინც სოლქრობაზე არ არის, თუნდაც ერთად თანაცხოვრება, რაღაცა პერიოდით მაინც ხო რაღაც არის ხოლმე ესეთი შემთხვევა. ნუ ყოველ შემთხვევაში ცუდი აზრები არ აქვს, როგორ ჩანს. რა გადაწყვეტა? აი კიდევ ერთხელ გავნებით, გადაწყვეტა ამ ადამიანმა რომ იმოქმედოს, გადაწყვეტა რომ რაღაცნაირად შეისწავლოს მდგომარეობა თქვენი ურთიერთობის საბოლოო ჯამში და რაღაც ნაბიჯები გააკეთოს, ნაბიჯები, რომელიც იქნება რაღაცა ემოციებთან დაკავშირებით, ხო, რაღაცა ახალ ეტაპთან დაკავშირებით. ნუ ყოველ შემთხვევაში ესე ვიტყვი, რომ ადამიანი, რომელიც თქვათ ხა არ იმყოფება თქვენთან და გასულია პაუზაზე, მას წასვლა ნამდვილად არ აქვს, ის გაანალიზების მდგომარეობაში არის და გადაწყვეტილების მდგომარეობაში არის, როგორ უნდა გააგრძელოს თქვენთან ურთიერთობა, საით უნდა წაიყვანოს სიტუაცია და როგორ უნდა მოგცეთ იმის საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტად შეიცნოთ ეს ადამიანი და კიდევ უფრო მეტად გაეცნოთ თქვენ თვითონაც, ხო, თითქოს იცით რა არის, იმდენი აი კიდე ის მომენტი არის აქ, რომ ადამიანი ცოტა რთული ხასიათების არის, არ არის მარტივი ადამიანი, საკმაოდ მძიმე ენერგეტიკა აქვს, აი შეიძლება ითქვას, რომ ღიმილის უკან ძალიან ბევრი სიმძიმე აქვს ამ ადამიანს, აი ძალიან ბევრი იმედგაცრუების მომენტი აქვს შეიძლება და აქედან გამომდინარე ძალიან ისეთი ჩაკეტილი ადამიანია, ხო, რაღაც ყოველ შემთხვევაში აქ გადაწყვეტილება ის არის, რომ დაგანახოთ თავისი რეალური მე. შეიძლება იცით რა მომენტი არის კიდე რომ აქ შეიძლება თქვენ რაღაცნაირად უყურებთ ამ ადამიანს რაღაც ფერადად ძალიან ისე გაჩვენებდეთ თავს ხო რაღაც ძალიან ზრუნველი საყვარელი თბილი რაღაც, მაგრამ ცოტა უხეშობის მომენტიც გქონდეს ხო რაღაცა მის ხასიათებთან მიმართებაში, აი აშკარად აქვს ამ ადამიანს რომ რაღაც ახალი დაგანახოთ თავისი რეალობის ახალი მდგომარეობა დაგანახოთ თქვენ, ხო, რაღაცა განახლება გააკეთოს თავისი სიტუაციებს, აი თითქოს ყველა თავისი თუნდაც ტკივილების მომენტი, აი დაჯდეს და თქვენთან მოყვეს როგორი ცუდად იყო, თქვათ, როდესაც მიატოვეს ან რაღაცა სიტუაცია, ანუ არ იყო ისე, როგორც მას ეგონა, რომ იქნებოდა, ხო, აი რაღაცნაირად ეს ადამიანი, ამ ადამიანის გადაწყვეტილება არის ის თქვენს მიმართ, რომ საბოლოო ჯამში გაგეხსნათ და დაგანახოთ თავისი დადებითი, უარყოფითი თვისებები, დაგანახოთ თავისი რეალური მე და ეტაპობრივად მიგიშვათ თავის სივრცეში, რომელიც მხოლოდ მისია, მხოლოდ მისთვის არის და არავის არ აძლევდა საშუალებას, ხო, დაარღვიოს ის ბარიერები, რომელიც ასე თუ ისე თქვენთან მიმართებაში აქვს ამ ადამიანს. მაგათ ესეთი გადაწყვეტილება მიუღია. რა ვიცი, მე ბედნიერ ურთიერთობას გისურვებთ, წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს და იმედია, რომ გაგეხსნებათ ეს ადამიანი, ძალიან ბევრ კარგს და დადებით ემოციას დაინახავთ მისგან. მე წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს, დროებით.